თბილსერვის ჯგუფი დედაქალაქის მოსახლეობას ახალ სერვის შესთავაზებს, კერძოდ იგი თბილისელებს სამშენებლო სარემონტო ნარჩენებს, ძველ ავეჯს და სხვადასხვა ნივთების გატანაში დაეხმარება. რატომ გადაწყდა აღნიშნული პროგრამის ამოქმედება, რა არის მისი ძირითადი მიზანი, როგორი იქნება ტარიფები და ხელმისაწვდომობა. გიორგი პაპავა თბილსერვის ჯგუფის დირექტორი გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში და მასთან ერთად ამ თემაზე ვცლად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემისთვის. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და თქვენი დროისთვის ბატონო გიორგი. თბილსერვის ჯგუფი თბილისელებს ახალ მომსახურებას თავაზობ, ძალიან კარგი მნიშვნელოვანი და საჭირო სიახლე გაქვთ, კერძოდ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე არის საუბარი. ბატონო გიორგი, როდიდან იქნება შესაძლებელი ამ სერვისის მიღების მომსახურება და რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომ აღნიშნული სერვისით ისარგებლოს? მოგახსენებთ, პროექტი უკვე 2 კვირაა გაშვებულია, ტესტირება დასრულებულია და მუშაობს სრულყოფილად. მისი მიზანია ქალაქი უფრო სუფთა და მოწესრიგებულად შეინახოს. ხშირად ხვდებით, როცა ქალაქში გადავაადგილდებით, არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი ღამის საათებში გამოაქვს მოსახლეობას და ტოვებენ მას საყოფაცხოვრებო ნარჩენის გარშემო. ხშირად არის ხოლმე, რომ ხელსაბანები, ფურნიტურა, მეორადი ავეჯი გდია დღეების განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე, გამწვანებულ მოწესრიგებულ ქალაქში და ნალექის შემდეგ იწყებს პობას. ამიტომ ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლემ სახლიდან გაუსვლელად გააკეთოს შეკვეთა, როგორც ვებგვერდის საშუალებით, ეს არის TBSG.G, ჩვენი ვებგვერდი, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ეს არის 61-90-50 გააკეთოს შეკვეთა და მისი არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ საკუთარი წითელ ხაზებში განლაგების შედეგად ჩვენი თანამშრომლების საშუალებით გატანილ იქნეს. ეს ღირებულება არის ძალიან მცირე, ეს არის 1 კუბამდე 9 ლარი, 1-დან 3 კუბამდე 69, ხოლო 3-დან 5 კუბამდე ეს არის 159 ლარი. ამ ღირებულების სანაცვლოდ ჩვენი თანამშრომლები შეკვეთის გაკეთებიდან 72 საათში გამოცხადდებიან ადგილზე, მისი წითელი ხაზებიდან ეზოდან ამ ნარჩენს გაიტანენ და დასუფთავდება, აღარ მოხდება ქალაქში განთავსება უკანონოდ. გარდა ამისა, ამ ტიპის ნარჩენის განთავსება თვითონ სამართალდარღვევაა, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს ამის კონტროლს და ჯარიმებას. შესაბამისად, მარტო ჩვენი ძალებით შეუძლებელია ამის მოწესრიგება და ვთხოვთ მოსახლეობას, რომ მიიღონ მონაწილეობა ქალაქის დასუფთავებაში და ჩვენი მომსახურებით ისარგებლონ. კი ბატონო, რა ტიპის ნარჩენებზეა საუბარი, კიდევ ერთხელ დეტალურად რომ განმარტოთ, რათა არ მოხდეს აქ არევა, ასევე თქვენ ახსენეთ, საიდან მოხდება გატანა, ახსენეთ, რომ ეზომდე ქვემოთ უნდა ჩამოიტანონ და იქიდან მოხდება გატანა. როდის უნდა ჩამოიტანონ? აი საინტერესოა, როგორ ხდება? მომართვის პერიოდშივე უნდა მოხდეს თუ როდესაც თქვენ უკვე დაუდასტურებთ წაღებას, აი ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს? პირველ რიგში ნარჩენი, როდესაც ეს არის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი, ნებისმიერი ტიპის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის განთავსება არც ქუჩაში და არც საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნებში არ შეიძლება. იქიდან გამომდინარე, როდესაც მათ ეს ნარჩენი წარმოეშვებათ, მათ საკუთარ ეზოებში, წითელი ხაზების ტერიტორიაზე უნდა ჩამოიტანონ, განათავსონ, გადაუღონ სურათები, ატვირთონ შეკვეთის განხორციელების დროს ვებგვერდზე, ან ხელხაზზე როცა გვიკავშირდებიან, დაგვიკავშირდნენ და როგორც კი შეკვეთა გაფორმდება, ჩამოიტანონ და განათავსონ თავიანთ ტერიტორიაზე. როგორც კი შეკვეთა გაფორმდება, მას დაუდასტურდება როგორც ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით და აქედან 72 საათში ჩვენი თანამშრომლები გამოცხადდებიან და შესაბამისი ტექნიკით წაიღებენ, ისე რომ არ დაზიანდეს არც საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნები, არც ის ტექნიკა, რომელიც მას ემსახურება და არც ქალაქში ტურისტი, ანუ ჩვენ როცა მოძრაობთ, არ დაგხვდეს უცებ გამწვანებულ მოწესრიგებულ გამზირებზე გატეხილი რაღაც სამზარეულოს ნივთები, სამეულები და ასე შემდეგ. რა მოცულობის ნარჩენებზეა საუბარი ბატონო გიორგი? ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის თუ შეიძლება რომ დიდი თქვა ავეჯიც მოისაზრება? წეგან როგორც გითხარით, ანუ ეს არის მხოლოდ 1-დან 5 კუბამდე შესაბამისი განაკვეთის გადახდის შესაბამისად, ხოლო 5 კუბის ზევით, ანუ ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა ჩვენს გვაქვს მომსახურები, ასევე კერძო კომპანიებსაც აქვს უამრავი მომსახურება, თუმცა ეს არ არის ის ტიპის მომსახურება, რომელიც ქალაქს აწუხებს, ასე ვთქვათ. 5 კუბზე მეტი არავის გამოაგდა ასე ქუჩაში ვერ განათავსებს, იმიტომ რომ იცის რომ ეს აუცილებლად დაჯარიმდება. ეს არის მცირე ტიპის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც 5 კუბს არ აღემატება და მისი გამოძახებისთვის შესაბამისი საფასურის გადახდა უჭირს მოსახლეს. მაგალითად, 1 ცალი გატეხილი სამეულის დადება ან 5 ცალი ტომრის დადების შემთხვევაში მას არ შეუძლია რომ გამოიძახოს, გადაიხადოს რამოდენიმე ასეული ლარი და გადააყრევინოს შესაბამის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, 1 კუბამდე ღირს 9 ლარი, რომელიც საკმაოდ მისაღები თანხაა და შეუძლია გადაიხადოს და აღარ მოხდება ეს ქუჩაში. ბატონ გიორგი, რადგან ეს პროგრამა ამოქმედა, ფაქტია რომ არსებობდა გამოწვევები. მოდით ვახსენოთ და შევეხოთ ამ გამოწვევებსაც, რა პრობლემები არსებობდა მანამდე სანამ ეს პროგრამა ამოქმედებოდა, რამ განაპირობა ამ პროგრამის ამოქმედება და ასევე გამოწვევები თქვენ ახსენეთ რომ მოსახლეობისთვის, ნამდვილ ტურისტებისთვის ძალიან ცუდი შესახედი იყო და თავად მერის შესაბამის სამსახურებს რა პრობლემები ექმნებოდა? პირველ რიგში პრობლემა არის ის, რომ როდესაც შენიღბულად ხდება ხოლმე საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნაში, მაგალითად ხელსაბანების და სხვა მძიმე რკინისა თუ
მყარი მასალების ნივთების ჩაგდება, ეს შემდეგ რა თქმა უნდა ხდება ავტომატურ დამტვირთველებში, რომელიც არის ნაგვის ნარჩენის გატანის მანქანაზე დამონტაჟებული, რომელიც აზიანებს მთელ მექანიზმს, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოში არ იწარმოება, არის ძვირადღირებული და ყველაფრის მისი თავიდან შეძენა, შეკეთება და ასე შემდეგ, როგორც დროსთან, ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც პირდაპირ არის მებმული უკვე ქალაქის დასუფთავებასთან. მეორე არის ის, რომ მოსახლეს, როდესაც აქვს მაგალითად ერთიც არის ხელსაბანი გამოსაცვლელი, იცის, რომ ამის გამო ის ვერ გამოიძახებს ძიმე ტექნიკას, მუშებს და ასე შემდეგ, რომ ეს მოათავსოს შესაბამისი განთავსების ადგილზე. ამიტომაც ახლა 9 ლარი არის ის თანხა, რომელიც არავისთვის არ არის რთული გადასახდელი, რომ აღარ ჩაყაროს, აღარ განათავსოს, არ დააზიანოს მუნიციპალური ტექნიკა და ღამე ჩუმჩუმად, ასე ვთქვათ, მალულად არ უწოდებს მეზობლებისგან ან ზედამხედველისგან ნაწილ-ნაწილ მისი საყოველთაოდ ნარჩენის გამოტანა და გარშემო დალაგება ცენტრალურ ქუჩებზე. ბატონო გიორგი, ვრცლად რომ გითხრათ, რა შეიცვლება ამ პროგრამის მიხედვით დედაქალაქში, პროგრამის ამოქმედების შემდეგ და თქვენ კერძო კომპანიები ახსენეთ წეღან. მე მინდა გკითხოთ იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც აქამდე მსგავსი ტიპის მომსახურებას ახორციელებდნენ, რაიმე პრობლემები ხომ არ შეექმნებათ? პირველ რიგში კარგი კითხვაა, მადლობა. ბევრ კომპანიას ეგონა, რომ ჩვენ კონკურენციაში შევდიოდით კერძო ბიზნესთან, რეალურად ესე შემთხვევა არ არის. ანუ ის ხალხი, რომელიც მცირე ტიპის 5 კუბომდე არასაყოფაცროო ნარჩენს ჩვენი საყოფაცროო ნარჩენის ურნის გარშემო ანთავსებდა, ის ამ კომპანიებს მაინც არ იძახებდა, მათ მომსახურებს არ სარგებლობდა. ეს არის გაბარიტულ ტვირთებზე, როცა რემონტის შემდგომ უამრავი ნარჩენია წარმოშობილი. ეს არის მხოლოდ მცირე გაბარიტიანებზე, რომელიც ეს თქვათ უკანონოდ ქაოსურად იყრებოდა ან მუნიციპალურ ტერიტორიაზე, ან ხევებში, ან რაღაც კუთხეებში მოფარებულ ფარეხებთან და ასე შემდეგ. და ეს მაინც არ კეთდებოდა შეკვეთის სახით არც ერთ კერძო კომპანიასთან, რომ მაინც ჩვენი პრობლემა იყო, რომ ქალაქი იყო დამახინჯებული, ასე ვთქვათ, ამ ნარჩენით. მეორე არის ის, რომ ამ კომპანიებს, რა თქმა უნდა, ისევ ის სამიზნე აუდიტორია ისევ ყავს ქალაქში, რომელიც მცირე სარგულის ხომ და დიდგაბარიტიან ნარჩენს წარმოშობენ რემონტის შემდგომ, თავისთავად ისინი სარგებლობენ მათი მომსახურებით. ჩვენს გვაქვს ამ წილის მომსახურება, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ ბაზარზე შევიდეთ, ინვესტიცია ჩავდოთ და კომპანიებს, ასე ვთქვათ, მაგათი სამიზნე აუდიტორიიდან რაღაც პროცენტი წილის წავართოთ. ეს არ არის ჩვენი მიზანი ნამდვილად. როგორც თქვენ ახსენეთ, ბატონ გიორგი, 2 კვირაა რაც ამოქმედა აღნიშნული პროგრამა, შესაბამისად საინტერესო მომართვიანობა თუ არის, თუ ასე ვთქვათ, დაიწყო დედაქალაქის მოსახლეობამ იმის გათვალისწინება, რაც ასე ვთქვათ, რა ფაქტორებმაც განაპირობა სწორედ ამ სერვისის ამოქმედება. ტესტირების რეჟიმი როგორც კი დავასრულეთ და პირველივე საათებში, როგორც კი გაეშვა პროგრამა, ასე ვთქვათ, 90-მდე შეკვეთა შემოგვივიდა იმისთვის, რომ ამ ტიპის ნარჩენი ხალხს ძალიან უნდოდა, რომ სადღაც განეთავსებინა, მაგრამ არ ჰქონდათ მათ ოფიციალური ინფორმაცია, საიდან, როგორ გაეკეთებინათ შეკვეთა, ან მეორე იყო ის, რომ რამოდენიმე ასეული ლარის გადახდა საშუალება არ აქვს, რომ ვთქვათ, ერთი ცალი კატეხილის კამის ან მაგიდის გადაყრისთვის გამოიძახოს შესაბამისი შეფასება. ბატონო გიორგი, ნარჩენების არასათანადოდ განთავსება რა პასუხისმგებლობას აკისრებს მოქალაქეს? კანონი რას ამბობს? თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ ეს კანონის ჯისო და რასთან გვაქვს საქმე? ფიზიკური პირის შემთხვევაში სამართალდაღოა, რა თქმა უნდა, საყოფაცროო ნარჩენის ურნებში განთავსება და პირველ ჯერზე ეს იწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე შემთხვევაში ორმაგდება ჯარიმა. კარგი, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მოსახლეობას, როგორ უნდა მოგმართოთ, სად უნდა მოგმართოთ და თქვენი მეილი ვებგვერდი რომ კიდევ ერთხელ გავაშხეროთ. ჩვენი ელექტრონული ვებგვერდის მისამართია tbsg.g, თბილსერვის ჯგუფის ოფიციალური ვებგვერდია, ხოლო ცხელი ხაზი არის 271 90 50. ეს არის ალტერნატივა, ასე ვთქვათ, იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან, კომპიუტერთან წვდომა, ან არ აქვს სათანადო უნარები, შეუძლიათ ცხელი ხაზის საშუალებით დაარეკოს და ჩვენი ოპერატორები ყველა იმ ოფციას, რომელიც ვებგვერდზე უნდა იქნეს მექანიკურად შეყვანილი, შეასრულებენ თავად. შესაბამისად, მომსახურებით ყველას ნებისმიერ დღის და ღამის რეჟიმში 24 საათიან მუშაობის პრინციპით ჩვენი თანამშრომლები მზად არიან, რომ ქალაქი უფრო სუფთა და მოწესრიგებული შეინარჩუნოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემისთვის, გისურვებთ წარმატებებს, მაყურებელს შევახსენებ, გიორგი პაპავა, თბილსერვის ჯგუფის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით თბილსერვის ჯგუფის ახალმომსახურებაზე, კერძოდ იგი მოქალაქეებს დაეხმარება სამშენებლო ნარჩენების გატანაში, ავეჯის და სხვა, ასე ვთქვათ, ძველი ნივთების გატანაში. ტარიფებია საკმაოდ დაბალი, ამიტომაც მოგიწოდებთ თქვენც რომ მიმართოთ თბილსერვის ჯგუფს.